მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები და რა თქმა უნდა, საინტერესო კვირა გქონდა გასული კვირის განმავლობაში. ნახეთ ბევრი კონკრეტული მნიშვნელოვანი ფაქტი, მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, მუდისის შეფასება, ამ ნაწილზე ცხადია, ესე დეტალურად აღარ შევშლდებით, ვინაიდან ჩვენს ყველა პლატფორმაზე ცლად მივიხილეთ ეს პოზიტიური დინამიკა და პოზიტიური პროგნოზები, რაც ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ნახეთ, არაერთი საინტერესო ვიზიტი, მათ შორის კიდევ ერთხელ საქართველოს როგორც შუადერეფნის წამყვანი ქვეყნის ხაზგასმა და იმ პროექტების ხაზგასმა, რომელიც შუადერეფანში საქართველოს პოზიციონირებას და მდგრადობას კიდევ უფრო მეტად აძლიერებს, ამ კუთხით საქართველოს საჭიროებას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, თუმცა რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, რომელიც იყო საქსტატის მხრიდან და მუდისის მხრიდან საქართველოს ეკონომიკის შეფასება და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება, ცხადია, ასევე გვაინტერესებს ადგილობრივი შეფასებები ამ კუთხით რა ხდებოდა, როგორია მოლოდინები ჯამში და როგორც ყოველთვის ჩვენთვის ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი და ვალიდურია ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის გალთენ თაგართის შეფასებები ამ ჭრილში. საბამისად ამოვიღეთ რამოდენიმე კონტექსტი, რომელიც გვაჩვენებს მიმდინარე წლის განმავლობაში შემდგომ მოლოდინებს, რომელიც თანაბრად საინტერესოა როგორც ბიზნესისთვის, ისე რა თქმა უნდა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. თუ შეიძლება პირველი გრაფიკა, სადაც ჩვენ შევხედავთ ამ შემთხვევაში პირველ ნაწილს, პირობითად პირველ ნაწილს შეფასებას და აი აქ სწორედ რაზეც დავიწყეთ ჩვენ საუბარი გადაცემის დასაწყისში, გალთენ თაგართის მხრიდან შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის, ანუ კლიანტთა პროდუქტის ზრდა მუშაობს და 7%-იან მაჩვენებელზე. დიახ, 7% არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკასთან, მიმართ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზთან დაკავშირებით არსებობდა. დიახ, გალთი აფასებს სწორედ 7%-ზე ამ შემთხვევაში და ინარჩუნებს 7%-იან მაჩვენებელს. რატომ არის მნიშვნელოვანი მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნება? ვინაიდან ჩვენ ხედავთ გლობალურ ტურბულენტურ გარემოს, მოქმედებებს ჩვენი ქვეყნის ირგვლივ და ცხადია ამ შემთხვევაში გვაინტერესებს თუ რა ხდება საქართველოს შემთხვევაში, რა იქნება საქართველოს შემთხვევაში და რა თქმა უნდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, რომლებმაც ჯამში უმრავლესობამ გააუმჯობესეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. პლუს ნიშნით, ცხადია ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა გვაინტერესებს როგორი იქნებოდა თუნდაც არსებული შეფასებები და სოლიდურია, მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია როგორც გალთენ თაგართი ამ შემთხვევაში ჩვენ გვეუბნება რომ 7%-იანი ზრდის ტენდენცია არის მოსალოდნელი. შემდგომი ნაწილი თუ შეიძლება, შემდგომი გრაფიკა, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას ამ შემთხვევაში ინფლაციასთან დაკავშირებულ ნაწილში, ვინაიდან ერთია ეკონომიკური ზრდა, თუმცა ყოველთვის არის რისკი მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად თუ როგორი იქნება ინფლაციის პროგნოზი, ვინაიდან ცხადია მაღალ ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოფს უფრო მეტ კეთილდღეობას იმ დროს, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი და შეგახსენებთ რა თქმა უნდა, რომ ეროვნული ბანკი, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან განსაზღვრულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ზე, 3%-დან არის გადახრა ახლა ამ პერიოდში, მაგრამ გალთენ თაგართი აღნიშნავს, რომ ჯამში ეს მაჩვენებელი იქნება 4.8%-ზე, რაც არ არის ასე ვთქვათ მაღალი გადახრა ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან და პირიქით ახლა არსებული ვითარებიდან გამომდინარე ინფლაცია უფრო მეტად უბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ვალუტო ფონდის მოლოდინიც მანამდე გამოქვეყნებულ ანგარიშში და ახლობთ 10-12 დღის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ინფლაცია დაიწყებს შემცირებას და დაიწყებს მოძრაობას მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ამ კუთხით რა თქმა უნდა სოლიდურია გალთენ თაგართის ეს შეფასება და ეს პროგნოზი. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას მეტი კონკრეტიკის ნაწილში, რომელიც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ჩვენ ნახეთ მცირედით ძალიან მცირედით ზრდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ბოლოს წინა გამოქვეყნებიდან ამ შემთხვევაში და ცხადია გარკვეულ წრეში გაჩნდა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, როგორი იქნებოდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, მოხდებოდა თუ არა კიდევ ზრდა და ამ შემთხვევაში გალთის პროგნოზი კიდევ ერთხელ განსაკუთრებით ვალიდური, ამ შემთხვევაში გვეუბნება, რომ უცვლელი დარჩება 2026 წლის განმავლობაში, ანუ ამ კუთხითაც არ არის მოსალოდნელი რაიმე ტიპის განსაკუთრებული ცვლილება და შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ ვითარებას ამ შემთხვევაში ჩვენთვის Business Insider-ისთვის ყოველთვის უფრო აქტიურად ყურადღება დათმობილ დარგზე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალთან მიმართებაში და აქაც საუბარია საკმაოდ სოლიდურ
მაჩვენებელზე 4.9 მილიარდი ეს იმ დროს როდესაც კიდევ ერთხელ ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ სერიოზული რყევა იყო ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გალფის ყურის ქვეყნებიდან ახლო აღმოსავლეთში არსებული საომარი მდგომარეობიდან გამომდინარე შექმნილი ასე ვთქვათ დანაკარგების კომპენსაციის კუთხით თუმცა აქაც ვნახეთ რა განაპირობებს ძირითადად კვლავ მაღალ მოლოდინებს მაღალი მოლოდინების ერთ-ერთი განმაპირობებელი და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ის დივერსიფიცირებული პოლიტიკა რომელიც არის ტურიზმის სექტორში მთლიანად ეკონომიკა არის ამ თვალსაზრისით საკმაოდ დივერსიფიცირებული და ტურიზმის სექტორში ჩვენ ამ ნაწილს ვხედავთ მიუხედავად დანაკარგებისა გალფის ყურის ქვეყნებიდან ისრაელიდან ამ შემთხვევაში მიუხედავად ამისა ჩვენ ვნახეთ საკმაოდ საინტერესო ბალანსი ჯამური მაჩვენებელი ანუ ფინანსურ ჭრილში აბსოლუტურ ციფრებში მნიშვნელოვნად არ შეტყობია ტურიზმის სექტორს საქართველოში და რატომ მათ შორის ეს იყო გაზრდილი შემოსავლები ევროკავშირიდან და ევროპის ქვეყნების მხრიდან და რა თქმა უნდა აზიის ქვეყნების მხრიდან ამავდროულად რომლებშიც საკმაოდ აქტიური კამპანია წარმოებს ჩვენ ვხედავთ ამ კუთხით არაერთ საინტერესო აქტივობას ტურიზმის ადმინისტრაციის მხრიდან მათ შორის ერთ ქვეყნებში საიდანაც თითქოს და მოლოდინი ესე არ არსებობს მაგალითად იყო საინტერესო ვიზიტი სამხრეთ კორეაში მაგრამ ასე იყო ევროპის ბევრ ქვეყანასთან მიმართებაში საიდანაც თითქოს მოლოდინი არ არსებობდა რომ საქართველოს ტურისტები აქტიურად იქნებოდნენ წამოსვლები, მაგრამ დღეს ვხედავთ, რომ ეს რეალობა და რა თქმა უნდა ეს არის განპირობებული ასევე და გაადვილებული და ხელმისაწვდომია საქართველოს უფრო მეტად პირდაპირ ფრენებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს შემთხვევაში ხორციელდება არა მხოლოდ ევროპის ქვეყნების დედაქალაქებიდან, არამედ სხვა ქალაქებიდანაც კიდე, რა თქმა უნდა ეს საკმაოდ სოლიდური და პოზიტიური ნაწილია ამ კუთხით და ბოლო გრაფიკა საკითხი რომელიც ჩვენ ყოველთვის გვაინტერესებს ამ კუთხით ვხედავთ კვლავ გამყარების ტენდენციას ეს არის ეროვნული ვალუტის კურსი და გალფის პროგნოზი ამ შემთხვევაში როგორი იქნება 2026 წლის საშუალო მაჩვენებელი და 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 66 თეთრის ფარგლებში იქნება ვხედავთ ამ ნაწილსაც და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ყველა გადაცემას ვიწყებთ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებით ამ შემთხვევაში უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში უფრო ხშირად დოლართან დაკავშირებით და ეს ტენდენცია ამ კუთხით გრძელდება ჩვენ ვხედავთ ცხადია ამ მაჩვენებლებს და რა თქმა უნდა როდესაც ეროვნული ვალუტა არის სტაბილური ეს იძლევა საშუალებას და აძლევს საშუალებას ადამიანებს ბიზნესს უფრო მეტად მიიღონ პროგნოზირებადი გადაწყვეტილებები